ცოლმა თუ არ იცის საჭმის მომზადება, ან იცის და არ ამზადებს, არ რეცხავს ტანსაცმელს, ესე იგი ის უვარგისია, თქვა არაფრის მაქნისმა მამაკაცმა და გააგრძელა ბრატებთან ერთად ლუდის მოწრუფვა. შენ თუ ცოლი გჭირდება იმისთვის, რომ საჭმელი დაამზადოს და გაგირეცხოს ტანსაცმელი, გამოდის რომ პირველი რომ ძალიან სუსტი მამაკაცი ხარ, იმიტომ რომ იმისთვის რომ გარეცხო ტანსაცმელი, თვეში ალბათ გჭირდება 100-დან 200 ლარამდე, რომ ეს ყველაფერი გადააბაროს სხვას და შენმა ცოლმა თავისი ძვირფასი დრო ასეთ სისულელეზე არ დახარჯოს. მეორე, რა თქმა უნდა, ხანდახან მომზადება სახლში ძალიან ასწორებს, კი ბატონო, მეც მიყვარს, მაგრამ თუ ამის დროც არ აქვს მაგალითად შენს ცოლს და ამის გამო გონია რომ მას არ უყვარხარ თუ არ გიმზადებს საჭმელს, ეგეც ძალიან არასწორია. იმიტომ რომ ეგეც შეგიძლია სხვაგან ან შეუკვეთო, 21 საუკუნეში ვცხოვრობთ, ან ყავდეს მზარეული. და ეხლა თუ იტყვი, კი, მაგრამ მაგას ამდენი ფული სჭირდება, ხო და აწიე ტრაკი და გააკეთე მეტი ფული. ისევ და ისევ შენი ბრალია და არა შენი ცოლის, რომ ასეთი პატარა და ვიწრო კრიტერიუმებით აფასებ ქალს. ეს მხოლოდ შენი ბრალია და არა შენი ცოლის. ამიტომაც აწიე ტრაკი, გააკეთე მეტი ფული, გახდი უფრო ძლიერი მამაკაცი, აიღე პასუხისგებლობა საკუთარ თავზე და მორჩი სისულელეებს. ეგ არის და ეგ.